ძვირფასო სვენელებო და მაყურებლებო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვერ ავტვირთე ვიდეოები. ერთი ვიდეოს ვერ ავტვირთე, იმიტომ რომ სახლში არ ვიყავი, დილას გადავედი. თვალის გამოკლებაზე ვიყავ. 14 წლის შემდეგ მე არ გამომიკლებია თვალი. და ყოველ დღე მიქვეითდება მხედველობა, ხან უკეთესია, ხან უარესია და კიდევ კარგი მე უბნის თვალის ექიმის გამოწერილი სათვალები რომ არ გავაკეთე. თურმე მე ამ მომენტისთვის სათვალის გამოცდა არ მჭირდება, აზრი არ აქვს. რადგან მქონია კატარაქტა ორივე თვალზე. მაგიტომ მხედველობა მიქვეითდება წამდაუწევ და სათვალების გამოწერაო აზრი არ აქვსო. ესე იგი შემჩა 6% მარჯვენა თვალზე, 0,6%, ხო 6% შემჩა 1% მარცხენა თვალზე. ხო. და ამიტომ ბოდიშ გიხდით თქვენ იმის გამო რომ მე გაგაწვალეთ, რადგან ჩემი რასაც მე თარგმნი, მე ხო ის უნდა დავიკითხო და მე მაგას ხანდახან ვერ კითხო, ხანდახან გამოჩნდება კარგად ასოები. და ისეთი დაღლილი მოვიდი, არაფრის თავი არ მქონდა და ვიდეო ვერ ჩავწერე. იმიტომ რომ იმდენი წამლები ჩამიწვეთეს, რომ ერთფერტად გამოიკვლიეს ჩემი თვალები. კიდევ კარგი რომ წავედი, რასაკვირველია, მენანებოდა 50 ლარი, იმიტომ რომ ფასიანია, მაგრამ თვალის აკარგვას ხო და ოპერაცია ნახელება 50, მაგრამ მითხეს რომ რადგან მე სოციალური მაქვს, მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, შეიძლება 10 დამიშლის ან ნახევარფასში, არ ვიცი, ნახოთ. ჯერ ანალიზი მაქვს შესაბარებელი. ახლა არაფრის მე ვიფიქრე საღამოს დავისვენე, ცოტა რომ მოვედი და ჩავწერ მე ვთქვი ვიდეოს. სული მიმდის ვიდეო ჩავწერო. მაგრამ ისეთი თვალები იმ წვეთების შემდეგ ჯერ არა ნორმაში მოსული. ახლა, აჰა. ტელეფონში კიდე ვერ ვიყურები ნორმალურად. წაწერაზე იმას ვერ ვხედა. ამიტომ გადავწყვიტე დღეს არ გადამიღალა თავი. ხვალ თუ მაგალითი არ იქნა ანალიზები უნდა ჩავაბარო, რადგან პასუხი უნდა მივუტანო ექიმს, მე ის სიმართლე გითხრათ ნერვიულობ. იმიტომ რომ კი, მე თვალზე 2 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ერთი სკლეროპლასტიკა, მეორე ლაზერული კოაგულაცია ადრე, ახალგაზრდობაში. და ახლა სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ კატარაქტა მოვესწრებოდი. ხო, ექიმა გაიგო ისა, ალბათ უკვეს ექიმს მე როგორ დავდივარ. ხო და ამიტომ უბრალოდ ისე ვიდეოს გადავიღებ მე ვთქვი. რას ნიშნავს? თავის დროზე უნდა მიხედო თავს, თავის დროზე. კიდევ კარგი რომ წავედი. კიდევ კარგი სათვალები არ გავაკეთე, რომლიც გამომიწერეს ცალთვალზე. და იქნება გამახარა ოპერაციის შემდეგ ეს მინუსები, რამხელაც ახლა გაქვსო მინუსები, მოგშორდებაო. ესე იგი, მე თუ ოპერაციის შემდეგ ისევ დავიწყებ ისე ყურებას, როგორც კატარაქტამდე ვიყურებოდი, რა მიჭირს? მე თუ შორს თუ არა ერთი რამდენიმე მეტრში თუ ადამიანს ვიცნობ. ან მანქანას ნახავ გზაზე, ნორმალურად. ხო. არაფრის თავი არ მაქვს ახლაც. ცოტა უკეთ კი ვარ. თან მეძინება. ახლა ჩავიყარე. კი გჭამე საჭმელი მე. იძულებული გახდი წვენი მეყიდა და მივაჭამე. იქ საწყობია. იქ იმ პოლიკლინიკასთან. იქ ოპტიკაცა განლაგებულ.
იმ ოპტიკის მე პატრონე მირჩია მე იქ წავსულიყავი და რომ დაუჯერე არ წავაგე. იმიტომ რომ მე ვთქვი თუ ასეთი კარგი კლინიკაა, მოდი თავს გამოვიკლო. თვალი რამდენი ხანია, რა ვიცი რა მჭირს, თვალში მე კატარაქტა. ხო, ცოტა ხანში მე რო ოპერაცია არ გავიკეთო, და შეიძლება საერთოდ ვერ დავიბრუნო მე ის ხედულობაც რაც მაქვს. ნახოთ. მე მჯერა. თუ ეს კატარაქტას ბრალია, მე რომ დამიქვეიტა, მე რადგან დიაბეტიკი ვიყავი, შაქარს ვაბრალებდი ყველაფერს. ალბათ ისეთი მაღალი შაქარია, რომ მაგრამ ყოველდღე როგორ შეიძლება პროგრესირებდეს ჩემი ახალმხედველობა. როგორი ბედნიერი ვარ, იცი, თან მეშინია. არა მე ეჭვი არ მეპარება და მიფინანსებენ, აბა რა. იმიტომ რომ სოციალური მაქვს და მეორე ჯგუფის ინვალიდი მაქვს. სოციალური რომ არ გქონდეს, როგორც მეორე ჯგუფის ინვალიდს, მაინც დამიფინანსებდნენ ნახევარს მაინც. უბრალოდ მინდა გთხოვოთ, ჩემ გულით არავინ არა დაილოცეთ ჩემს. აქ მინდა უბრალოდ გთხოვოთ, მიდი არაფერი. ჩემზე ილოცეთ, რომ ყველაფერი მან მშვიდად ჩაიაროს გართულებების გარეშე. სიმართლე გითხრათ, შიში იმდენად არ მაქვს, მაგრამ ვღელავ რადგან ტკივილის მეშინია. ბავშვობიდან მეშინია ტკივილის, პატარა ტკივილს ვერ ვითვენდი. და საწყალი დედა ჩემი მეუბნებოდა, შენ როგორ გათხოვდებიო, გოგო, პატარა ტკივილსაც ვერ ითვენო. არ გავთხოვებია, მე დავჭი გაუთხოვარი. რაღაც პრობლემები მქონდა. ხო, გაუთხოვარი შინაბერა დავჭი. თან ჯანმრთელობაა, რომ იტყობდეს ხელს, ავიყვანდი ბავშვს და გავსრდიდი. მაგრამ ჯანმრთელობა არ მიტყობს ხელს, ამას უნდა ქონდეს ფული, სამუშაო, რაღაცაში მოსავალი, რომ ბავშვი არ ჩინო. დიდი სიამოვნებით ავიყვანდი გოგონას. თან სუსტად გრძნობ თავს და ესრით გამოიხატება ჩემი სისუსტე. ოფს მასხავს, ეს იმის ნიშანია, ეტყობა წამლების მოქმედება. წამლები ხო გამოდის ახლა. რამდენი სხვადასხვა წვეთი ჩამიწვეთის. და გამოკლების შემდეგ ბოლოს რომ გამომიკვლიეს, ჩამიწვეთის მიმართეს ლინზები. ამისთვის ხო ლინზები, რომ ექიმა კარგად ნახოს შიგნით რა, გამადიდებელი. ხო და რომ დამთავრდა ეს პროცედურა, ვარდისფრად ხედავდი, ვარდისფრად საფეთქი მომცა ეგთანმა. გავიწმინდა მექი, გავიხედე საფეთქი შეიღება ვარდისფრად და მეკითხები, საფეთქი მართლა ვარდისფრია თუ? მე მეჩვენება მეთქი. რა ვქნა, ისე გამოვედი და იქ დავჭიქი ცოტა ხანის სკამზე. ხო და ჩემო პირდაპირ ქალი ისე და თურმე მე მაკურდებოდა. მე დრო დამჭირდა, იმიტომ დავჭიქი იქ ცოტა ხანი რომ მომენელებინა ეს ახალი ამბავი. ხო და ატყობენ ქამას შემატყო. მე რომ დანახულიანებული ვიყავ. მაგრამ ავიყვანე ხელში თავი. რაც და თორება გრძელდება. კიდევ კარგოს მივედი მე. ამიტომ თვალი ისეთი რაღაცა არ უნდა შეგენანო შენი თავისის ფული რომ მიხედო შენ თავს. ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან მინდა ჩემო მეგობრებო გთხოვოთ რომ ხალი დამიჭერეთ იმით რომ ჩემზე ილოცოთ. დროშიშები გამიქრეს და ოპერაციამ ჩაიაროს. მაისში უნდა ჩამსვა
დრო მომცა იქ იმას სანამ ანალიზებს გააკეთება, ანალიზი ხომ უნდა მიუტანო და პასუხიც უნდა გაქვთ ზუსტი პასუხი. ახლა უნდა გავაკეთო ის მე საფოლში სიცხები ეტყობა მაგათაც პროგრამა აქვს რაღაც დროის მიხედვით. ამის სხვა მიდოდა ჩემო მეგობრებო. მადლობა ყურადღებისთვის. მარტო ბართულია, მაგრამ მე კითხვა ყოველთვის მიყვარდა რაღაცა, ნუ ახლა წერით ხო, მე მაგას ნერვიულობ, რომ სარეაბილიტაციო დრო 2-3 თვე იქნებაო, მინიმუმ 2 უმითხრა ექიმა. ხო, მე მეგონა 6 თვე დაჭირდებოდა, რადგან მე რომ გავიკეთე ოპერაცია, ორივე მაშინ თვალზე თან მეორე ლაზერული კოაგულაცია 1 წელი სიმძიმეს ვერ წევდი. გრძნობდი. და ეს არის მხოლოდ ხრუსტალიკის გამოცვა, ბროლის გამოცვა. და всё. 2-3 თვე მეყოფა, მაგრამ ვერ ჩავსები ინტერნეტში. ესა მიჭირს. არა და მაქი რაღაცებს რო ვდებდი, მაგას ვაყულებდი გულს. ამასა მე რო ვჯავრობ და ჯერ ცალ-თვალზე გამიკეთებენ, მარცხენა თვალზე. ხო, მე გამიკეთებენ მარჯვენაზე. და ალბათ ორივე საათად დაჭირდება, თუ 2-3 თვე უნდა ერთვალს, დაჭირდება ალბათ 3-4 თვე. აბა, თვალი უნდა მოვარიდო ტელეფონის გამოსხივებას. ალბათ ისე ხშირად ვერ ჩავთავ მე ინტერნეტს. რა ვიცი, ნახავ, მდგომარეობიდან გამომდინარე. იმედია ყველაფერი ჩემთვის თავარია, მე რაღაცით ვიყო დაკავებული. რო სულიერად არ დავეცე. თან რასაც ვაკეთებ იმის წამს, ჯერა. ვიცი რომ ყველას თორა ვიღაცას მივაწვდენ რაღაც ინფორმაციას. რა სუსტად ვარ. ხო, უნდა წავიდე ანალიზზე, მე შეიძლება იცით რა, რომ გადავიტუშავ თავს 2-3 დღე მინდა რომ გამოვიდე, მაგრამ დრო არ იქნეს, ანალიზი უნდა ჩავაბარო ხვალ, მე 5 დღე უნდა გავიდეს, მე უნდა წავიდე ისე. ამიტომ მაისში რომ მოასწრო ჩემი ჩასმა, არა და როგორ მეზარება ხახვალ წასვლა, წვიმაც რომ იყოს, რომ ინგრეოდეს ქვეყანა, მაინც უნდა წავიდე. მე რომ გადავიღრე ახლა ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ხვდები, ან პოლიკლინიკაში მივდივარ ყოველ 3 თვეში, რომ ენდოკრინოლოგი გავიარო, უბნის ექიმი მთავარი რომ გავიარო, წამლები გამომიწერო, ან რამე დამჭირდა უფასოდ მეკუთნის, შემიძლია გავაკეთო ბევრი რამე. რადგან იგინე ეს გინდა, ეხო გინდა. მე სულ ასეთ მდგომარეობაში ვარ ხალხში, როდესაც ვარ, ვიკიდებ ნეგატიურ ენერგიას. აი, რა მიყვარს იცით? ხა, ახლა ვამთავრებ ვიდეოს მეთქი და ისე გავაგრძელე ჩემი საუბარი. დასვენებულზე დილას დავდივარ მშვენივრად, უჯოხოდ. სახლში დავდივარ უჯოხოდ, აბა ჯოხით რას გავაკეთებ, ხო? ოთახში, პატარა ოთახში ჯოხი. მაღაზიაში თუ გავალ მიკავია. გარეთ გავდივარ და წამიდი უჯოხოდ გაბა არ შემიძლია. უკვე მძივდები. ეს რატომ აიცით? ახლა თქვენ გაგეცინება. აქ სადაც მიცხოვრობ ბაზარია. ეს ქუჩა მთლიანად დაკავებულია ჯიხურებით, მაღაზიებით, ბაზრის უკანა მხარე. იქეთ დაღმართზე, მესამე ჩიხში კიდე აქ მესამე ჩიხია. იმ მესამე ჩიხშიც მაღაზია ბოლოში. მაგნიტი ყველგან მაღაზიებია, ყველგან ვაჭრობენ ჩხუშიას რო გაყვები, მთელი ჩხუშია სავაჭრო ცენტრია. და
ამ ხალხის ნეგატივი რა გონიათ საწყალი ხალხი მთელი დღე ქუჩაში დგან არიან რომ პური ჭამონ მე ნერვიულობა ამათ ხო ნერვიულობა აქვს და დღეს ასე ვაჭრებენ რა გაიყიდება ზოგჯერ არასაერთოდ ხალხი სიცარიელია ადგილის ფული ხომ უნდა გადაიხადონ და ეს ნეგატივი სივრცეში იფანტება სივრცეში და გროვდება გროვა შეუძლია ეს ხომ არ ქრება არსად ჩვენ ვხედავთ ამ ნეგატიურ კვამს ნეგატივს მაგრამ იგრძნობა სიმთიმე მე გარეთ გამოვალ და ხელა ვძიმდები არა მე თვითონ პოზიტიურად ვარ განწყობილი მაგრამ მაინც ის ნეგატიური ენერგია რომელიც მოდის ხალხისგან მაიჭრინდავს მე აი თქვენ მაგალითი თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოცადოთ თქვენ თავზე აი დადექით ისეთ ადამიანთან რომელიც სულ წუწუნებს რომელიც იშმაკი აფერისტია იტყუება თქვენ ხელად იგრძნობთ ამას მე მაგალითად როდესაც დაუშვათ ადამიანი მოტყუებით რაღაცას მართმევს ცუდად გული მერევა დიახ ბევრჯერ დაკვირვებია ამას როდესაც ადამიანი მატყუებს თუნდაც ტელეფონში მელაპარაკებოდეს ხელად გული მერევა და აქ ვიხჩობი აქ არა მარჯვნივ ჩიხვის შეტევა მემართება მარცხენა მხრიდან მაგზნობიებს ხო და ვიხჩობი ან თავბრუ მესხმება ან გული მერევა ან დაუშვათ ვინმეს ერთ ადამიანს ვასისხებ ფული და ხელად ცუდად გავხდი როგორც დავაკავე ეს ფული მე გავხდი ცუდად თავბრუს ხო დამეწყო და გულის რევა ხო ზოგს ისეთი ხელი აქვს ისა ენერგია ეს ნეგატიური ენერგია ნეგატივის ენერგია და ამ ხანათი ქუჩის თავიდან ბოლომდე დადის ხან მეორე ქუჩის თავიდან ბოლომდე მე მაგრად გზნობ გარეთ რომ გამოვდივარ ზედატოლას ამ ნეგატიური ენერგიისაგან იმიტომ რომ ყველა დაკავებულია ფულის შოუნით აქ-რა ხო ხან გაუბრასებიან ვიღაცას ხან იჩხუბებენ ხან ის მანქანები დგებიან მეწყისიანდები რო გავდივარ მოსკოვში გონია თავი ისეთი საცობებია ჭიშკარს რომ მოსცილდები სანამ გახვალ იმ ქუჩიდან ბოლოში სანამ ჩახვალ 9 საათი ალბათ უნდა მერე იქ კიდე გაგრძელება ჩხოუშიასი კიბებისკენ ხიდისკენ როდესაც მინდა წასვლა ან თუ პირდაპირ ჭრი გუბერნიისკენ აქანი აღმართია კიდევ რო გაყვები ბაზის უკანა ქუჩას ისეთი აღმართია ხო ზუგდიდი ზურგი დიდი ზურგი ზუგდიდი სიტყვა ნიშნავს დიდ ზურგს აქ დაბალი ადგილია სადაც მე ვცხოვრობ და იქეთ მაღლდება მიწა ადრე მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობდი იქ მაღალი ადგილი იყო არის მარჯვენა სანაპირო რომელიც დაბალზეა და რა სუსტად გზნობ თავს კარგით ბოდიშ გიხდით გამიგეთ მე ბევრი ვიდეოები მაქვს ჩანიშნული რომლის გადათარგმნა მინდა მაგრამ დავიწყებ ახალი ვიდეოებით კარგით ღამემშვიდობისა გიცურვით ყველას კარგ ხვალინდელ კარგ დღეს თავარია გაიხვიძოთ დააწვეთ პოზიტიურად გაიხვიძოთ პოზიტიურად ჩვენ თუ გინდათ ხვალინდელი დღე თქვენთვის კარგი იყოს დღევანდელი დღე უნდა ჩაატაროთ ისე რომ თქვენთვის იყოს დღე პოზიტიური და მაყოფილი რომ იყოს ყველაფრით როდესაც თქვენ ისე გაივლით ამ თქვენ დღევანდელ ამ წყო დღეს ასეთივე კარგი მომავალი დღე გაგიდგებათ რა არის წარსული ამ წყო და მომავალი მე მეგონა სათხა შორეული წარსული ან შორეული მომავალი ვინიც ხო მაგრამ შენ
დღეს ახლა მე საღამო ხომა უკვე მე შევედი წარსულში მალე დავიძინებ და წარსულს ჩაბარდება ამწყო და შეხვდები მომავალს აი ეს არის წარსული ამწყო და მომავალი ჩვენი თუნდა შექმნათ ხვალინდელი მომავალი დღე კარგით გამიფშიდობისა მადლობა ყურადღებისთვის